game development-ი და ზოგადად გეიმინგი არის ზუსტად სამყარო ჩემთვის. არარეალური სამყარო, რაც შეიძლება იყოს რეალურთან დაკავშირებული, ალბათ ზუსტად ეგ სამყარო არის. კითხვა ძალიან მიყვარს, მუსიკა ძალიან მიყვარს. ფილმებიც ძალიან მიყვარს და წარმოიდგინე, ამ სამეულს ტრიოს, რომელიც ერთთან ძალიან მჭიდროდ კავშირშია და თან საერთოდ კავშირიც არ არის რაღაც კუთხით, ამ ყველაფერს უფრო მაგარ კონდიციაში აერთიანებს და შენ ხარ უკვე მთავარი პერსონაჟი. მე ვარ დავით ჯობაბრია, მე ვარ game developer-ი პროფესიით, თუმცა ეს პროფესია მასთან არ ვისწავლი, დრო ვარ თვითნასწავლი. ამ ეტაპზე ვმუშაობ რამდენიმე ადგილზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ჩემი საყვარელი ადგილი არის IT აკადემია სტეპი. სტეპში ვხედავ გეიმინგ მიმართულებას, რაც მოიაზრებს იმას, რომ ლექტორებთან ურთიერთობა, მიოქცია ყურადღება იმას, რომ ხალისხი იყოს მაღალი და ლექტორებიდან ასე თქვა სწორად გადაეცეს ცოდნა ბავშვებს, ბავშვი ვინმე არ იყოს უკმაყოფილო, ასევე სილაბუსებს ვანახლებთ ხშირად, რომ აუცილებელია ტექნოლოგია რა თქმა უნდა ხშირად ვითარდება, ყოველ წამს, ყოველ წუთს და არ შეიძლება ჩამოჩნდეს რაღაც 10 წლის წინანდელი მასალით ასწავლო, ხო? დიახ, ძირითადად სტეპში ეგეთი რაღაცებით ვარ დაკავებული, ასევე უფრო ჰაკათონების ჩატარება, შიდა ჰაკათონებს ვატარებთ, ბავშვებს ვაძლევთ ბევრ ძალიან დიდ გამოცდილებას, იდეათონებს ვატარებთ ასევე დიზაინის ჰაკათონებს, ესე რომ ვთქვათ, სადაც დიზაინს შეჯიბრებიან ბავშვები ერთმანეთს და ასევე დიდი მსოფლიო მასშტაბზეც გავყავს, მაგალითად Adobe-ის, ასე ვთქვათ, დიდი ივენთი ჩატარდა ამერიკაში და ჩვენმა სტუდენტებმა აიღეს, როგორც მახსოვს, top 3-ში ვიყავით რა. ჩემი მიმართულება არის გეიმინგი არის თავიდან game development-ი. IT-საც იმიტომ სწავლობდი, რომ ვიცოდი, რომ game development-ში დამჭირდებოდა, თავიდან სწავლობდი პროგრამირებას, მეგონა რომ მეთქი მე რო პროგრამირება ვიცოდე, თამაშები მე როგორც მინდა იმას გავაკეთებ, მაგრამ მივხვდი, რომ მე რაც მინდოდა იმ თამაშებს მარტო ვერ გავაკეთებდი და მჭირდებოდა ხალხი, ვისთანაც ამას გავაკეთებდი. და მე მთელი ცხოვრება მიუძღვენი იმას, რომ მე სწავლა ჯერ ის ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად უნდა იმუშაოს, ჯერ ასაკეთებს და მე მეორე როგორ ვესაუბრო ამ ადამიანს იმაზე, რაც მე მინდა, რომ მან გააკეთოს. იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა არის ვერბალურ კომუნიკაციაში, სწორად თუ ვერ გადაეცი რა გინდა, სხვა რამის მიიღებ. შესაბამისად, ძირითადად, IT მიმართულების შესწავლა ჩემთვის ეგ იყო რა და შემომესწავლა ბევრი რაღაც, რაც პროსტო მაინტერესებდა, რაც რომ გაერკვევის შემთხვევით და დაგაინტერესებს აბა ერთი რაღაც ეს ვიზა, ჰობის დონეზე. ესე ჰობის დონეზე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, მენეჯმენტი ვისწავლე. ხობათ იყო თავიდან და მე პროფესიაში გადამეზარდა. ავტომატური ტესტირება ვისწავლე, QA ტესტინგი, ესე რაღაც თავიდან ხობათ იყო და მე პროფესიონალებში გადამეზარდა ჩემდაუნებურად. და ესე ბევრი რაღაც და მე ამ ცოდნას ოღონდ ძალიან ეფექტურად ვიყენებ თვითონ სტუდიის მართვაში. როდესაც ვიდეო თამაშის, ზოგადად ნებისმიერ თამაშის იდეიდან იწყებ, ეს არის ყველაზე დიდი мотиваცია გაქვს ალბათ მაგ დროს, როცა იდეა მოგივიდა და გონია რომ ეს იდეა ძალიან მაგარია რა. ამ იდეის რეალიზება გაყიდვა პროდუქტამდე არის აბსოლუტურად რავი, სხვა გზა. ჯერ ერთი თუ game design-ის სტანდარტულ, ასე ვთქვათ, გადარჩევას გაივლის ეგ იდეა, მაგაზე ძალიან დრო იხარჯება რა. ჯერ ზიხარ და განიხილავ, ღირს თუ არა ეს იდეა რომ რეალისტის. ამას ბევრი არ აკეთებს, რაც შეცდომა. მაგრამ აუცილებელია რომ იდეაზე იმუშაო, განსაკუთრებით გუნდთან ერთად და ბევრი რაღაც გაიაროთ. ეგ ჩემი აზრით დაუწერელი კანონი არის. მეორე, რასაც გადიხარ, უკვე არის ამ მთელი თამაშის სტრუქტურიზაცია წინასწარი. დავალებების, სწორად თუ აკეთებ, დავალებების გადანაწილება და გაყოფა, რაც ჩანს საქმე. იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც არ ჩანს. და მე სპილობის დროს ამოხდება ხოლმე და გასაკეთებელი არის. რაც უფრო პროფესიონალი ადამიანი, მით უფრო ნაკლები საქმე ამოხდება ხოლმე რა. ერთ-ერთი მაგაშია სხვაობა. თუ ადამიანი ძალიან დამწყებია და გამოუცდელია, უამრავი საქმე ამოუხდება, რაც რა თქმა უნდა აჭიანურებს პროცესს. და თუ პროფესიონალია და გამოცდილია, ნაკლები საქმე ამოხდება ხოლმე. თუმცა იწყება იზრდება დაგეგმვის და მომზადების პერიოდი. პრეპერიოდი რაც არის. ამის შემდეგ
ეს ვიზახი კიდე შემოკლებულად და მარტივად, იმიტომ რომ ცალკე 3D მოდელირებს, თქვა თუ 3D თამაშია, 3D მოდელირებს ძალიან ბევრი საქმე აქვს, თუ 2D თამაშია, 2D მხატვრებს და ანიმატორებს ძალიან ბევრი საქმე აქვს. ცალკე იქ UI, UX-ი, რავი, ანუ HD, იმდენ მიმართულებაა და იმდენი რამეა. თან როგორ არის, იცი? ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთი ხასიათის მატარებელი. ანუ სხვადასხვა ხასიათის მატარებელი თუ არის აზრია რა აქვს. მაგალითად, თუ შენ თამაში არის ველურ დასავლეთზე, მე შენი თამაშის საუნდტრეკს რომ მოусმენ, ისე რომ შენი თამაში ნახიც არ მქონდეს და უბრალოდ ჩამირთოს ვინმე რა, უნდა ვთქვა რომ მოიცა ეს ველური დასავლეთის საუნდტრეკი საიდან არის? რაღაც ველურ დასავლეთზე რას უყურებ ველურ დასავლეთზე რა? ხო ხტები? შესაბამისად. გამოდის რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან დიდ სიმბიოზში უნდა იყოს. როგორც რა ვიზუალური მხარე, ისე ხმოვანი და მუსიკალური და ყველანაირი რა. ალბათ ამ ყველაზე რთულ რაღაცებს გამოვყოფთი და ეს ყველაფერი არის ჯერ პროდუქტი არ შეგვექნია და პროდუქტი თქვათ შევქმნით და გავიყვანეთ ბოლოში. ეხა უკვე ამ პროდუქტის გაყიდვა არის ცალკე კუნფუ. ხო, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს დღეს ბაზარზე. და არ არის ხე ეს უბრალოდ ხო, ინტერნეტში დადე და გაიყიდება. ესე ხო არ არის, ხო? იქ ჭირდება მარკეტინგი, PR-ის სტრატეგია, გაყიდვების სტრატეგია, როგორ უნდა იანგარიშოს ყველაფერი, რავი, ანუ როგორ უნდა გაყიდო, რა უნდა გააკეთო. შესაბამისად, რა საკმაოდ რთული პერიოდია და რთული სამუშაოა, თუმცა ძალიან სასიამოვნო. ქართველი გეიმერები ქართულ პროდუქტით დიდად ესე ვთქვათ დაინტერესებული არ არიან. ძალიან უხარიათ ამას ხაზგაუსვავ, რაღაც ქართული შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ნუ ელოდებიან ამ ლოდინში ვართ და მათ შორის მეც, მათ შორის ისიც, ხო მე ჩემთვისაც ველოდები, სხვასაც ველოდები, ნუ რას ვიზამთ. ასეა და ესე ველოდებით და ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ანუ ტესტრებს როცა ვაკეთებთ, ანუ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტ გეიმერს მიაქციო ყურადღება და პირიქით მათი ანუ ფიდბექი რასაც გაძლევენ, აუცილებელია რომ გაითვალისწინონ, რავი, დაუწერლი კანონია ჩემი აზრით. მაგალითს მოვიყვანდი დამბრიელმა პლეიტესტი რო დაიწყო, ბევრ ქართველ YouTube სერვერს შეეხმიანენ და გადააღებიეს თამაშის დემო. ბევრმა ადამიანმა გატესტა და Discord-ის ჩატი აქვს თავისი და უკვე Discord შეგიძლია გაწევრიანდე და ფიდბექი მიცე რა. ეგ ძალიან მაგარი არის ჩემი აზრით და მე ვფიქრობ რომ ბევრმა სტუდიამ უნდა მიბაძოს მსგავს, ასე ვთქვათ, ექშენებს. გეიმერი თუ არ არის გეიმ დეველოპერი, ესე იგი ის ფლატ გეიმ დეველოპერი არ არის რა, ანუ მუშაობს იქ უბრალოდ. რაცა. იმიტომ რომ მე მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, აუცილებლად ნახულობ დროს რომ ახალი თამაშები ვითამაშო. ანუ როცა ვზივარ და ვთამაშობ, ყველა მეცის რომ ვიშაობ. ხო, რეალურად ეგრეა რა, იმიტომ რომ ნახულობ, აბა მინდა გააკეთა, როგორ გააკეთა. რაღაც ესეთი პრობლემები როგორ გადაჭრა, აი შენ თვითონ ტესტავ, პირველ რიგში ტესტერი ხარ რა, ამ ყველაფრის რა, ტესტავ, აბა ეს როგორ ხნეს, ეს როგორ ხნეს. უარა საინტერესო რაღაც გაუკეთებიათ, ამ პირიქით ეს ასრულებლად გაუკეთებიათ, ხო ხტები და აი სულ განუწყვეტილ ანალიზში ხარ, განუწყვეტლივ ანალიზში ხარ. სულ ფიქრობ, აკვირდები, გიხარია რამე კარგით უნახე, მოგწონს. და რავი, ანუ პირველ რიგში გეიმერი ხარ, ანუ შენ საკუთარ თამაშს ატო აკეთებ, ანუ რავი, ანუ შენ რაც გინდოდა რომ გეთამაშა, იმას აკეთებ რეალურად. ეს პროფესია არის, რავი, ჩემი ბავშვობიდან ოცნება და ეს მინდოდა რომ ეკეთებინა. მე მყავს, დაოჯახებული ვარ, 3 შვილი მყავს და აბსოლუტურად ყველაფერი გადავდე გვერდზე ამ პროფესიის გამო რეალურად. ანუ ოჯახიც, რავი, ანუ ყველაფერი გადავდე ამ პროფესიის გამო და თან წარმოვიდგენ ჯერ წარმატებულიც არა ვარ რა. მე წარმატებულ შემთხვევას ვერ დავუძახე ყველანაირად. და ძალიან, ანუ ჩემი ოცნება არის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გეიმ დიზაინერი ვიყო და მაგ მაგის ტალანტი მე ვიცი. უბრალოდ ჯერ საშუალება არ მომეცა, რომ უბრალოდ დავიჯე და მხოლოდ თამაშებზე ვიმუშაო, ბევრი სხვა რაღაც კეთება გიწევს. თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, იმიტომ რომ ყოველ დღე როცა ვიღვიძებ, მაქვს ულიმიტო мотиваცია. 9 წელი ამ სფეროში ვარ, 9 წელი ვიტყოდი რომ ანუ 9 წელი მუშაობ ამ სფეროში. მანამდე უბრალოდ ვოცნებობ და მანამდე მემზადებოდი, ხო ხტებთ პრემომზადების პერიოდი, რო სწავლობდა, აი, რატო სწავლობდა, აი აქ მინდა რომ ვიყო და მაგით ვსწავლობ. ხო, შესაბამისად რავი, ანუ არც ვაპირებ რომ ამის სხვა პროფესიაში გადავიდე რა, ამაში გავალ ბოლომდე.